მოგესალმებით, ეთერშია ფარული კონვერტი. დღეს ჩემთან სტუმრად ქართული ესტრადის ყველაზე ვნებიანი ვარსკვლავი მოვიდა. ერთდროს საკმაოდ პოპულარულმა ბებომ საკუთარი ნებით ჩრდილში ყოფნა არჩია და დროებით ქართულ სცენას ჩამოშორდა. თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა და სულ მალე ის ბევრ სიახლეს გვპირდება. მანამდე კი პირველად სწორედ ჩემთან გადაწყვეტა გულახდილად ისაუბროს საკუთარი ცხოვრებასა და საომავლო გეგმებზე. სექსუალური და მომხიბვლელი თამუნა ამონაშვილი. და თამუნა რა ფორმაში ხარ? ესე იგი სასწაულში. აი პირველად შოხი მე და შენ ეთერში სპატაშორის კაი ხანი არ მინახდა. შემახედე ერთი ისერი ხელები რა მდგომარეობაშია რა სიკეთებ გადაცემის მერე უნდა მომიყვა ყველაფერი. აუცილებლად ჩვენ ხომ ძალიან ბევრს ლაპარაკობთ ხოლმე. შენ ძალიან ბევრი კარგი რჩევები გაქვს ხოლმე როგორც წესი თამუნა. დიდი მადლობა თამუნა. შენს და მაყურებელსაც უნდა შევახსენო თამაშის წესები. ესე იგი, ეკრანზე 5 თემის სახელწოდება გამოჩნდება ყოველ მათგანს. ერთი მთავარი კითხვით დავასრულებთ, რომელზეც პასუხის გაცემა შენ არ უნდა გაგიჭირდეს თამუნა, რადგანაც პასუხი შენი წარსულიდან არის. თითოეული კითხვა არის 300 ლარად შეფასებული. თუ სწორად გაცემ პასუხს, ჯილდოდ მიიღებ 300 ლარს. აი ბოლოში, ფინალში კი ფარული კონვერტი გველოდება, სადაც შენი ცხოვრების ყველაზე დაფარული და გასაიდუმლოებული ამბავი წერია. თუ შენ ამ ამბის შესახებ ისაუბრებ გახსნილად და საჯაროდ, ჯილდოდ მიიღებ 5000 ლარს. რატომაც არა? რატომაც არა? თუმცა შენ გაქვს უფლება საიდუმლო შეინახო და კონვერტი არ გახსნა და აქვე დაწვა. და მე და შენ წავალთ და ვიჭორავებთ. კარგი. სანამ საუბარს დავიწყებთ, კი გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია ქართული ნატურალური წვენებისა და საკონსერვო პროდუქციის წარმოებული კომპანია კულა. დალიეხილი. აირჩიე რომელიმე წვენი და დაი. აი მოცხარი. მოცხარი წაია. ზედა. ჩემთვისაც საინტერესო, უბრალოდ მე არ სვავ წვენებს და აი მე დავაგემოვნებ. დავაგემოვნებ. თამუნა ჩემო ძვირფასო გაგიმარჯოს. მოდი ნახოთ თემები ეკრანზე. ვნებიანი ქალის სიყვარული. ორი პროფესია. დედაშვილობა. თამუნას მაგია. მეორე ოჯახი. მაშასე დააჭირეთ ვილაც ხელი და ავირჩიეთ. მეორე ოჯახი. თამუნა ამონაშვილის პოპულარობა ივერიის სახელთანაა დაკავშირებული. მაშინ ყველაზე ცნობილ ანსამბლში მოხვედრით გაიცნო ხალხმა ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი, თუმცა მანამდე იყო თეატრალური უნივერსიტეტი და ოცნება ოპერის მომღერლობაზე. ანუ თეატრალური ინსტიტუტი და არა უნივერსიტეტი, კაცო, მაშინ ინსტიტუტი იყო მაშინ. ეხლა ქვია უნივერსიტეტი, ხო? თამუნა, როგორ აღმოჩნდა თეატრალურ ინსტიტუტში? იცი ძალიან ესე ჩემდა გასაკვირად, იმიტომ რომ მე არასდროს არ მიოცნებია ესტრადაზე, მართლა ვოცნებობდი ოპერაზე, მე მღერა ოპერის სოლისტი ყოფილიყავი და შესაბამისად სწავლობდი მუსკომედიაზე თეატრალურ ინსტიტუტში და ნუ ქეთოს არიაც მაქვს შესრულებული. ვიქტორ დოლიძეს ოპერიდან. ვიქტორ დოლიძეს ოპერა. ურთულესი. ეს არის ურთულესი ოპერა. ერთი დასახე რა. სოპრანო იყავი, ხო? სოპრანო. არცაღამოს, ესეთი ძალიან ლამაზი სიმღერა რა თქმა უნდა. ვაიმე მენანება რომ არ გაყები. არ გავყევი რატომღაც, უბრალოდ იმიტომ რომ შემთხვევით აღმოჩნდი აი ამ საესტრადო მიმართულებით. სანამ საესტრადოზე გადავალ, ცოტა ოპერაზე და იმაზე მელაპარაკი. ანუ ვინ აღმოაჩინა შენში საოპერო ნიჭი? პირველად ვიოლინოზე უკრავდი და მითხრა ვიოლინოზე ჩამებარებინა ვიოლინოს სპეციალობით კონსერვატორიაში, მაგრამ აი როდესაც გამოცდაზე მივედი, ყუთით ხო დადიხარ ვიოლინო ყუთში ხომდევს და ნუ რაღაცა რომ უცბად გევარ და მე აი კადრივით მახსოვს რა ეს მდგომარეობა რომ მთელი ცხოვრება აი ამ ყუთით როგორ უნდა ვიარო და წამოვედი სახლში ნუ რა თქმა უნდა დედა ჩემი ნუ რაღაცა გადასვენდა რა ძალიან ინერვიულა მე უთხარი ჩავიჭერი მეთქი არც გავსულვარ გამოცდაზე პირდაპირ დავმოვედი სახლში მოვატყუე უბრალოდ მართლა არ მინდოდა მე არ ვიცი ეს ჩემმა ენერგიამ სად გადამისროლა მაგრამ ფიქრობ რომ და ვოკალზე ჩააბარე? და ზუსტად ერთ თვეში იწყებოდა გამოცდები თეატრალურ ინსტიტუტში და მოვემზადე ერთი თვის განმავლობაში ქალბატონი თამილა ლასხიშვილი მარჯანიშვილის თეატრის ეტიუდი, ყველაფერი ხო აი ამ ქალბატონმა შემაყვარა აბსოლუტურად ყველაფერი ლექსი, ყველაფერი შემაყვარა ამ ადამიანმა და მოხდი და ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და აღმოჩნდა რომ ხმაც მქონდა. ნუ გავაკეთეთ არიები, რაღაცები ვიმღერე და დოდო ალექსიძე იყო
სასწაული პედაგოგი და საოცრად, ძალიან მოვწონდი და აი ამ გოგონას თუ არა იყვანთ, მე წავიყვან თეატრში. რა თქმა უნდა, მე ჩავაბარე, არ დამჭირდა თეატრში წასვლა, შემდეგში მინდოდა თეატრში მოხვდა, მაგრამ აი რაღაც მოხდა ისე რომ და კონსერვატორიაში ვოკალზე აღარ გააგრძელე. არა, აღარ გავაგრძელე თეატრალურ ინსტიტუტში, იგივე თითქმის იგივე მიმართულებით, იგივე შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიოს დააკლდა უდიდესი სოპრანო შენი სახელი. არ ვერ გეტყვი და მე მგონი რომ კი კალერატურა ვიყავი ყველაზე მაღალი, არ ვიცი, შეიძლება პირველი სოლო კონცერტი მე გავმართე თეატრალურ ინსტიტუტში. კალერატურული სოპრანო. მაგარი ხმა იქ. არ ვიცი, შეიძლება ასეც ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც მე რაღაც სხვა გზა ავირჩი ასე. ვინ არის ქალბატონი ემა ებრალიძე, ვისი დახმარებით შენ მოხდი ანსამბლ იბერიაში? ემა ებრალიძე არის ჩემი პედაგოგი, ამირან ებრალიძის მეუღლე, გარდაიცვალა ეს ადამიანი, მათელში იყოს მისი სული, ძალიან მიყვარდა, ის იყო როგორც ჩემი მეორე დედა და მასაც ძალიან უყვარდი და იცი რა მინდა ვთქვა. აი ადამიანი, რომელიც საოცრად განიცდიდა ჩემს მდგომარეობას ცხოვრებაში, რას მივაღწევდი და რას გავაკეთებდი. ესე იგი, იმდენს მოქმედებდა, რომ მე სამსახური მეშოვნა და ჩემი ხმა დაენახა ვინმეს და რაღაცა გავსულიყავი დიდ არენაზე, რომ აგენტივით იყო, მენეჯერივით. ხო, მენეჯერივით. ესე იგი, არ გავიდოდა კვირაში 2 დღე, რომ ყოველთვის მეუბნებოდა, თამნა, ეხლა შენ წადი, მე მოველაპარაკე იმ პედაგოგს, იქ წადი შენ, იქ სამსახური უნდა დაიწყო, მოეწონები, იმღერე, ესეთი რაღაცები. ერთხელაც მეუბნება, რომ იცი რომ მე დაურეკე ბუთხუს ბასილაიას და მე მინდა რომ შენ მიხვიდე და მოგისმინოს ბუთხუს ბასილაიამ. იცით, მაი ჩემთვის ეს იყო მორიგი ჩვეულებრივი თხოვნა. კარგით, ქალბატონო, მე ვეცდები წავალ და ვიმღერებ და მომისმინოს. წავედი, როგორი განწყობით, ისე ჩვეულებრივად უკვე დაღლილი რო ვარ, აი ამდენი მისვლა-მოსვლით, სად არ მაგზავნი. რა ქონდა შენ საჩვენებელი სიმღერა? აბსოლუტურად არაფერი. რა იმღერე? აბსოლუტურად არ. ესე იგი, ბასილაიამ რომ მითხრა, თამნა, რას მიმღერებ? ჩვენი სიმღერები იციო რამე რო აი მე იცით არ ვიცი, მე ძალიან პატარა, აი ძალიან დიდხანს მქონდა ბავშვობა, რაღაცა კიკინებში მივედი, რაღაც ესე სპორტულად და აი რაღაცა ესე მორცხვა და არა და მე მქონდა ჩემი კომპოზიციები, მე ბავშვობიდან რაღაცებს ვაკეთებ, წერ ჩემი სიმღერებიც ეხა მოგიხსენება, ბევრი სიმღერაა ჩემი საკუთარი, ხო, ჩემ შემოქმედებაში. და რაღაცა მორცხვად უთხარი, ვიცი, მე ჩემი რაღაცეები მაქვს მეთქი და შემიძლია ვიმღერო და მართლა, კიო, როგორ არის, ეს უფრო საინტერესოა. რა თქმა უნდა, ვიმღერე იქ რაღაცა მთლიანი ჩემი დიაპაზონი ვაჩვენე, უთხარი ყველაფერი რო ვსწავლობ, სკრიპკა, ვიოლინოზე ვსწავლობდი, დავამთავრე აწლედი. რაღაც ეხლა ვსწავლობ მუსიკალური განყოფილება, ეს მიუზიკლები და ეს რა თქმა უნდა ძალიან მოეწონა და მითხრა რომ დღესვე შეგიძლია მოვბრძანდეო, თუ არ შეგიძლიათ გასტროლებზე მივდივართო და ერთი თვის შემდეგ მოდი ჩვენ. კარგი რა, როგორ მიგიღეს თვითონ იბერიის წევრებმა? იცი რა არის, აი როგორ გითხრა, ძალიან თბილად რა თქმა უნდა, მაგრამ ბატონმა ალექსანდრემ განაცხადა თავიდანვე რომ არავინ არ მომთხოვოს არაფერი, რომ აბა შევამოწმოთ, აბა როგორ მღერის, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მან არაჩვეულებრივად იცოდა ადამიანების შინაგანი მდგომარეობა. მით უმეტეს ახლა მე პატარა მივედი ასე გამოუცდელი აი ამ ხელა ადამიანებთან, ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა, იცი, ეს გამოცდის ჩაბარება. ამიტომ მან განაცხადა რომ მე არ ჩამებარებინა გამოცდის. ჩვეულებრივად მივყევი დრო. როდესაც ასეთ შეკრულ დასში და ძირძველ დასში და ძლიერ დასში შედეს ახალბედა, იქ ინტრიგები გარდაუვალია. იყო? იცი რა არ ყოფილა. აი გასაოცარი, ერთი ოჯახივით იყო ეს ანსამბლი. ყველა ერთმანეთის ნათესავი, ნათლულები, ნათლები. აი ძალიან შეკრული. მე ამას ივერიას დავარქვით ჩემი მეორე ოჯახი. ჩვენც ამიტომ დავარქვით მეორე ოჯახი. სულ ვიყავი მათთან ერთად. მე ფაქტობრივად სახლში მეძინა. ივერიამ ძალიან დიდი პოპულარობა, ძალიან ახალგაზრდა ასაკში მოგიტანა და მას მერე სულ პოპულარული ხარ. მაინტერესებს, როდესაც გახდი ასეთი პოპულარული, რა შეგრძნება გქონდა? თუ ისევ რაღაც ისე იყო? არა, იცი რა არის, შეგრძნება მქონდა საოცრება. მე დიდხანს ვერ მოვდიოდი აზრზე, იმიტომ რომ წინა დღეს საახალწლოდ გაკეთდა საახალწლო კონცერტი, სადაც წარგვადგინეს, ასე ვთქვათ, ჩვენ ახალგაზრდები და მეორე დღეს ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. მე მახსოვს და დღემდე მახსენებს ჩემი თაყვანისმცემლები აი გამოსვლას, რაღაცა ყვითელი კოპრებიანი კაბა მეცვა და ძალიან კარგად გამოვიყურებოდი
ასე ვთქვათ. და მეორე დღეს, როდესაც აღმოჩნდი მეტროში, ვგრძნობ, რომ აბსოლუტურად ყველა მე მიყურებს. და მე ვერ მივხვდი, მეთქი რატომ მიყურებენ, მაგრამ მე რაღაცა წუთების მერე დავაფიქსირე, რომ ვაიმე ალბათ შეიძლება კონცერტი, რაღაც აი ერთ ღამეში გახდი პოპულარული. კარგი, ძალიან კარგი. მოდი ვნახოთ ამ თემის პირველი 300 ლარიანი კითხვა. შეგიძლია თუ არა გაიხსენო, რომელ წელს ითამაშეთ პირველად მიუზიკლი თოვლის ბებოს ზღაპარი? დაძაბე გონება. ასაკი, მასაკი არ ვიცი მე, ასაკ ჩვენ არ ვასახელებ საერთოდ, მაგრამ რომელ წელს იყო, ანუ რამდენი წლის იყავი არ გეკითხები. და სწორ პასუხს ჩვენ გავიგებთ. 85? სადღაც აი 80-დან 92-მდე. ხო, კარგი, მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. პოპულარულმა ანსამბლმა ივერიამ 80-იან წლებში რამდენიმე მიუზიკლი დადგა. მათ შორის იყო თოვლის ბებოს ზღაპარი, რომლის პრემიერა 1986 წელს შედგა. თუ კეთილი კაცი ნახო გაჭიდებული უჭიდადე მისი წიგან. სწორი პასუხი 1986 სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოიგეს 300 ლარი, მაგრამ არაუშავს. მოდი ავირჩიოთ შემდეგი თემა და დააჭირე ღილაკს ხელი თამუნა. ორი პროფესია. ივერიის ეპოქის დასრულების შემდეგ ქვეყანაში ერთგვარი უძრაობის პერიოდი დადგა, თუმცა თამუნასთვის ეს ხანა წარმატებული გამოდგა. მას სიმღერების წერა დაიწყო და საკმაოდ წარმატებული სოლო კარიერად შექმნა. რომელია შენი პირველი სიმღერა თამუნა? ჩემი პირველი სიმღერა ცალკე ეს იყო მენატრები, ჩემი საკუთარი სიმღერა. ხიტი, ნუ ხიტების ხიტი. დღემდე ნუ რაღაცა მოსმენადია ყოველთვის და დღემდე მე თვითონაც აი როდესაც მოსკოვში ვიმყოფებოდი და მყავდა ბენდი, იქაც ყოველთვის ვასრულებდი ამ სიმღერას, ოღონდ სხვა ინტერპრეტაციით და ძალიან ისეთი პოპულარული იყო დღემდე. გარკვეულწილად სექსუალური ქალის იმიჯი აირჩიე იმ პერიოდში, ეხლა ძალიან სექსუალური და მომხიბვლელი ხარ, რაზეა საუბარი. ეს იყო სპეციალურად, რომ შე რაღაცა ისეთი გოგოვი წახვედი ივერიაში, რაღაცა პატარა კიკინებიან და რაღაც, მაგრამ ეს ახალი იმიჯი საჭირო იყო მარკეტინგისთვის? იცი რა, სხვათა შორის მე ამაზე არ მიფიქრია. უბრალოდ ჩემი სულიერი მდგომარეობაა, რომ რატომღაც ყოველთვის სიყვარულზე ყველა სიმღერა დაკავშირებულია სიყვარულთან. მე უბრალოდ არ შემეძლო სხვა სტილის სიმღერის მღერა. არაერთმა ადამიანმა ჩაწერა შენთან ერთად დუეტი, რომელიც იქცა ჰიტად. ლალი ტოტიკაშვილმა უთქვემა უსაყვარლესა ვაგოგონა, რომელსაც ახლა მოვიკითხავ. ასევე სტეფანემაც ჩაწერა შენთან ერთად დუეტი და ძალიან პოპულარული იყო. რატო არ შედგა შენსა და ლელა წურწუმიას შორის დუეტის ჩაწერის მომენტი? არ ვიცი, ეს არასდროს არ მიფიქრია. არ გიფიქრიათ? არ ყოფილა იდეაში ხო? არა, ნუ ჭორაობდნენ რომ თქვა თქვენ შორის აიყო რაღაცა დაპირისპირება და რაღაცა, მაგრამ ნამდვილად არა, ვერ ვიტყოდი. დაპირისპირება ესეთი არანაირად. ნუ მაინც ახლა ხო იცი ორი დივა. ნუ ეს შესაძლებელია. ორი დივა. ხო, სხვა თვალით და ასე ჩანდა, მაგრამ ძალიან დიდ პატისა პირიქით. კი, მე ხა მე ვიცი რომ შენ არ ახარ კონფლიქტური ადამიანი და არასოდეს არავისთან კონფლიქტში შენ არ შედიხარ ნამდვილად. ვიცი. იყო პერიოდი, როდესაც შენ ძალიან აქტიურად იღებდი კლიპებს, წერდი სიმღერებს, ძალიან მოთხოვნადია თამუნა ამონაშვილი, ტუსოვკებზე თამუნა, ჟურნალებში თამუნა და უცებ ეს ყველაფერი გაქრა, რატომ? იცი რა, გადავწყვიტე წავსულიყავი შემეცვალა ცხოვრება ყველანაირად და გადავწყვიტე წავსულიყავით რუსეთში. ეს რომელი წლებია? 2005 წელი. 2005 წელი. 2005 წელი. სხვათა შორის არც ვნანობ, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე შემოქმედებითი მიმართულებით და თუნდაც ჩემს ბუნებრივ სამყაროში, შინაგან ბუნებაში. შენ ახლა დაბრუნდი საქართველოში, ჩვენი ხარ? დაბრუნდი ხო? დაბრუნდი და რაღაც გრანდიოზული გეგმებით ხომ არ ხარ დაბრუნებული? დაბრუნდი და მინდა ისევ ჩავჯდე იმ ჩემს ნიშაში, გავაკეთო სიმღერები, გავაკეთო კლიპები და რა თქმა უნდა სოლო კონცერტი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია არ გამიკეთებია სოლო კონცერტი. და შევუდგე ამ გზას ისევ. იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი გრძნობ რომ ძალიან ითხოვენ რომ მე
რაღაცა გავაკეთო. თამუნა, ეს შენი პროფესია რასაკვირველი არის მუსიკოსობა, სიმღერა, კომპოზიტორობა შემდეგ, მაგრამ გაჭირვების დროს, როდესაც შენ რთული პერიოდები ქონდა მოსკოვში, შენ მეორე პროფესია, შენი დაფარული პროფესია გააქტიურე. რამდენი რამე იცი? თამუნა ფანტასტიკურად ქსოვს. ფანტასტიკურად კერავს და აქვს სასწაული დიზაინის ნიჭი. აი შეიძლება მიუტანო რაღაცა ჭղლართი, რაღაცა, არ ვიცი, რაღაცა და იქიდან დააყენოს შედევრი. ეს მართლა ღვთის მიერ ბოძებული ნიჭია. და შენ ამან გადაგარჩინა მოსკოვში, ხო? შენ ორ კაპიკს მაინც გვერდზე შოულობდი, სანამ შენი საკონცერტო კარიერა ეწყობოდა, ხო მასე? კი, პირველი წლები მე ფაქტურად ვერაფერს ვერ ვაკეთებდით შემოქმედებითი მიმართულებით და ნუ აი ამ ძალიან მიყვარს მუშაობა ბეწთან, ბეწვი? და ვაკეთებდი რაღაცა შუბები და ურთულესია ძალიან რთული. ქურქებიდან ვაკეთებდი რაღაცა ძალიან საოცარ რაღაცეებს. მიყვარს რომ შენ დიზაინერი არ გახდი? გავხდები, იმიტომ რომ მე დიდი ხანია მინდა, ხო შენ ძალიან კარგად იცი ამ თემაზე ძალიან ხშირად საუბრობ და ვლაპარაკობ. მოკლედ ჩვენ ველოდებით ბრენდს თამუნა ამონა. აუცილებლად. თამუნა ამონა. მოდი ვნახოთ ამ თემის. თიამო. თიამო. თიამო, ეს უფრო კარგია. მოდი ვნახოთ ამ თემის შემდეგი 300 ლარიანი კითხვა. ჩვენ შევეცადეთ კითხვა მეტნაკლებად თემატური ყოფილიყო. მაშასე 2000-იანი წლების დასაწყისში შენ სერიალ მუსკულების ერთ-ერთ ეპიზოდში ტანსაცმლით მოვაჭრე ქალბატონს განასახიერებდი. რას ლაპარაკ? საიდან მივიღე? შენთან ერთად ამ ეპიზოდში დევი დევაძე და ალეკო მალხაზიშვილი მონაწილეობდნენ. გახსოვს თუ არა, რა ერქვა ალეკო მალხაზიშვილის გმირს? ჩართე შენი სმენა. გაიხსენე. ვაი, მე ნამდვილად არ მახსოვს. რაღაცნაირი ბიჭი. ვაი, აბსოლუტურად არ მახსოვს. ძალიან ცუდია, რომ ვერ არა, უშავს თამუნა რა უკვე ვერ გიკარნახე, მიუხედავად იმისა, ძალიან მინდა რომ გიკარნახო და აი, ესეთი ბიჭი. იმდენად მე დიდი ხნის იყო, იმდენად არ გამიმახვილები ამაზე ყურადღება, რომ საერთოდ არ მახსოვს. კარგი, მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. რაგანან, ვინც მოვედი გამიმარჯოს. შენი მოსვლა მე ისყო აქანა. რაი, ვიდი. მართალია, არა მაქვს შეხების უფლება, მაგრამ მაინც ნება მიბოდეთ წარმოგიდგეთ აქტიორი ფოცხვერია ბიჭის როლის უბადლო შემსრულებელი ალექსანდრე მალხაზიშვილი უმცროსი, ოღონდ მეორე. ვაიმე, თქვენ ხართ ფოცხვერია ბიჭი? ვაიმე, რა ბედნიერება, მე ვგირდები მაგ პერსონაჟზე. თუ გირდებოდი მაგ პერსონაჟზე, არ გახსოვდა? აი, მაშინ ალბათ გიჟდებოდი ნამდვილად. სწორი პასუხია ფოცხვერია ბიჭი. და მოდი გადავიდეთ შემდეგ თემაზე და დააჭირე ღილაკს სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოიგეს. ბნებიანი ქალის სიყვარულე. ასეთი პოპულარული და ბნებიანი ქალის იმიჯის მქონე თამუნა ამონაშვილის სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია არსებობს. მე ფაქტობრივად არც კი მსმენია ჭორი ამ თემაზე. არ ვიცი ამის საფუძველს თამუნა არ იძლევა თუ ის უბრალოდ კარგად ნიღბას და მალავს ყველაფერს. და მალვა ალბათ არა. სიყვარულს მალვა უნდა. ზოგადად კი დავეთანხმები, რომ სიყვარულსა მალვა უნდა ვითაცხენსა ნაპარავსა, მაგრამ ძალიან სკანდალურად არ მიცხოვრია, რომ უბრალოდ რაღაცა ბევრი სკანდალი ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ როგორც ყველა ადამიანს მეც მქონდა, მეც მეწვია სიყვარული რაღაცა პერიოდში და ამის დამალვა შეუძლებელია მე. თამუნა, ჩვენ მე როგორც ვიცი, შენი პირველი სიყვარული მაინც დაოჯახებულ მამაკაცთან უკავშირდება. მოდი ახლა მე და შენ 100 წლისა ვარ და ახლა აღარ შევწყვეს ამ თემებზე, 100 წლის არ შევწყვეს ამ თემებზე ლაპარაკი. არა, სასირცხლო ნამდვილად არაფერია, მით უმეტეს სიყვარულმა არაფერი არ იცის, ხო, როდის მოდის, როდის მიდის, არ გეკითხება. და მათ შორის მეც არ შემეკითხა და მოვიდა. აი, იმდენად მიყვარდა, შეშიყო ჩემი პირველი შეგრძნება სიყვარულთან დაკავშირებით. იმდენად მიყვარდა, რომ გული წამივიდა. მახსოვს, რომ გული წამივიდა. მე ეს უბრალოდ ეს შეგრძნება. და რაღაც მეგობრებთან ერთად ვიყავით და ნუ რაღაცა მოხდა ისეთი რაღაც, რომ არ გამოჩნდა და რაღაც მეგონა რაღაც დაემართა და ნუ მართლა გული წამივიდა. და ნუ რაღაცა ძლის მომასული არის. უბრალოდ ეს შეგრძნება არ დამოვიწყდა.
დაწყება არასდროს იმდენად ძლიერი იყო და ამის დამალვა შეიძლება ზოგადად საერთოდ აფიშირებულად მე არ მიყვარს ლაპარაკი. არა, მე არც ეკითხები, ვინ იყო, რა იყო და რა. მაგრამ იცი ეს შეგრძნება ამის დამალვას პირიქით ეს მე ვამაყობ რომ უმეტესობა ცოლიანი მამაკაცებისა ახალგაზრდა გამოუცდა გოგონებს უმალავენ რომ ცოლი ყავთ და კი სხვათა შორის ეს პირველად მაგრაიცია მაგრამ ძალიან მალე გამჟღავდა არ ცხოვრობდა ესაკე ძინავს და იმასაკე ძინავს და რაღაც მაგრამ ძალიან მალე გამჟღავდა მაგრამ მე უკვე დაპყრობილი შეპყრობილი ვიყავი სცენითა სიყვარულისა და ჩემო თამუნა ჩვენც განგვიცდია იგივე და ძალიან ბევრს და ჩვენ მაყურებელსაც და უმეტესობა ქალისთვის ალბათ ძალიან რთულია მამაკაცის ერთგვარი განაწილება სხვასთან, როდესაც იცი რომ შენ მისთვის მხოლოდ რამოდენიმე საათიანი ურთიერთობისთვის ხარ. დასვენების დღეებსა და დღესასწაულებს ის აუცილებლად თავის ოჯახში უნდა იყოს. იყოს და პატრონი. მაგრამ როდესაც უკვე გავათვიცნობიერე ეს მდგომარეობა, გადავწყვიტე რომ დამემთავრებინა. მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან ძნელია. ეს სად არის კნოპკას დააჭირე, ღილაკს დააჭირე, ღილაკს და გაა. მაგრამ მე ეს გავაკეთე. შევძელე. წლები დაგჭირდა. კარგი, გასაგებია, მაგრამ შენ ინიციატივი დასრულდა. მე იმას გული აღარ მისდიოდა? არ ვიცი. შენ ესე იგი ძალიან ძლიერი პიროვნება ხარ, რომ შეგიძლია რომ აი ესე აიყვანო შენი თავი ხელში. რთული იყო? რამდენი თვე დაგჭირდა რომ აღზე მოსულიყავი? 8-9 თვე. წელიწადამდე, ალბათ. იმ პერიოდში ქსოვდი ალბათ, ხო? ქსოვდი და კერავდი და კერავდი ხო რა. სიმღერებს წერდი. ამას ყოველთვის სიმღერებს წერდი. იმ პერიოდში დაიბადა რაიმე გენიალური სიმღერა? აი სხვათა შორის ეს როგორ მენატრები? აბა რა. იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან მაგარი რაც იბადება ლიტერატურა იქნება ხელოვნება. დიდი სიყვარულის ფონზე. დიდი ტანჯვის ფონზე. აი ხეთი ჩემი მეგობარი იტანჯება და ვიცი რომ ძალიან მაგარ წიგს დაწერს. ბასტოლი როგორ აღარ უყარდეს. მაშასე გადასარევი კვალი დაუტოვებია ამ ურთიერთობაში შენ შექმენი სუპერ ხიტები რომელსაც ხალხი რო უსმენს დღემდე ეტირება დღემდე ასოცირებას აკეთებენ და ზოგი ჭირი მარგებელია რა თამუნა მაგრამ ამის შემდეგ შემდგომი ურთიერთობების კომპლექსი ხომ არ გაგიჩნდა რომ ვაიმე უკვე ისე იყავი კი რაღაცა პერიოდი გამიჩნდა მაგრამ ნუ ცხოვრება თავისაშვება წლები თავისაშვება ყველაფერი დავიწყებადია რჩება ან ძალიან დიდი ტკივილი ან ძალიან დიდი სიყვარული ან ისე რჩება ან ისე რჩება მე გქონდა შენ კიდე ერთი რომანი ერთ-ერთ პიროვნებასთან ხა სახელს დაგვარ ჩვენ არ ვლაპარაკობთ და რთული იყო ეს ურთიერთობა ხო თამუნა კი საკმაოდ საკმაოდ რთული მაგრამ მე ვარ მომსწრე რამოდენიმე ისეთი შენ დიდი მეგობარი სცენისა და იყავი და იქ იყო დიდი სიყვარული ნამდვილად იქ იყო ძალიან ეს კაცი უცოლო იყო ყველაფერი მაგრამ რაღაცა საოცარი სიგიჟე იყო რა სიგნალში რომ წავიკითხავს და ფილმებში რომ მინახავს ეს უნდა დასრულებულიყო უნდა დასრულებულიყო ნამდვილად იცი რა ალბათ ძალიან არაორდინალური რაც არის ან მალე მთავრდება არაფერი არ გრჩება ან ბოლომდეა და სავსე ხარ ბოლომდე არა და გადავწყვიტე რომ ძალიან მალე უნდა დამთავრებულიყო ეს ძალიან კარგი რომ დაამთავრდა და ამის შემდეგ უკვე შენ აღარ გეშინონდა უბრალოდ სიყვარულოდ არ შემიძლია არც მე არც შენ და ალბათ ყველა ნორმალურ ადამიანს ისე კარგად შემიძლია სიყვარულოდ გადასარევად შემიძლია არა არ არის აკლაპარაკი მე ჩემი თავი მიიყვარს ყველაზე მე თავი ვინმე გიყვარდეს დაიწყე შენი თავი და რომ აბა რა ჩემი თავი მიყვარს და ვერთი მიყვარს ჩემი თავი მიყვარს და ჩემი მეგობრებმა იცი უკვე ისეთ ასაკში შევედი მე პირადად თამუნა რომ აი აღარ მინდა ვიღაცა მიყვარდეს რა ეს ტანჯვა და წამება აღარ შემიძლია ჩემი ყოველი სასიყვარულო ისტორია იყო ტანჯვა წამება და всё ძალიან ყულა და გავუწი ჩვენს გადაწყვეტილებას ხოდა მე მიუხედავად ასეთი მძიმე ურთიერთობისა შენ მაინც გარისკე მესამე საბოლოოდ გათხოვდი მე შენი მეჯვარი ვარ და საკმაოდ კარგ საყვარელ ბიძ გაყევი ცოლად ჩვენი უსაყვარლესი რეზიკო არჩილძე რომელიც მე რა რომ შენზე ძალიან დიდი წლებით პატარა იყო მაგრამ საოცარი წყვილი ძალიან კარგი ურთიერთობა და მე ძალიან მიხარია ეს რომ ასეა კი რეზიკო ძალიან ისეთი ვაჟკაცურა და ძალიან ისეთი ჯარისკაცივით მედგა გვერდზე. მაგარი ბიჭია ძალიან რეზიკო. სხვაობას არ გვეტყვი ასაკობრის? არა, არა. ხოლო თქვენში აბა. კარგი.
ნუ ახლა რეზიკო მოსკოვშია, შე თბილისში ხარ, მაგრამ საქმეს ასე ჭირდება და ეს ძალიან კარგია, რომ თქვენ გაქვთ ასეთი ურთიერთობა და ხოძი დისტანცია ჯობია. ხო, ნამდვილად. ვიდრე ამჯერად ვიდრე 24 საათი ერთმანეთის ყურება. კარგი, მოდი ვნახოთ ამ თემის. ცხოვრება, რასაც მოითხოვს ის კეთდება. აბა რა, რა თქმა ისე და გააკეთე. ჩვენ ვეღარ გაგიშოთ შენ რუსეთში, ჩვენ გვჭირდები შენ აქ, ჩვენი ოქრო ჩვენთან. ძალიან კარგი. მაშასე, მოდი ვნახოთ ამ თემის 100-ლარიანი კითხვა. რეზი აჩოძესთან შეუღლების შემდეგ შენ პირველი ინტერვიუ ჟურნალ სარკეს მიეცი. შეგიძლია გაიხსენო თუ არა ჟურნალისტის სახელი? არა, ნუ საოცარ კითხვებს ვაძლევთ, გეხოთ. აი, როგორ შეიძლება? ეხლა მე მახსოვდეს არ ვიცი. ესეთი ბიჭი არა, რა მითხარი? შეგიძლია გაიხსენო თუ არა ჟურნალისტის სახელი, აი პირველი ინტერვიუ. მეთქი წელი, რომელი წელი არა, წელი თუ და გამოცემა და ტირაჟი კი არ მეკითხია. ნუ ეს შეუძლებელია. არა, როგორ გეკადრე? როგორ გეკად თამუნა? სარკე. ვინ იქნებოდა სარკეში თუ არა? ავთოჩიტიძე, მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. ჟურნალისტ სარკე და თამუნა ამუნაშვილი ცხოვრების ყველა ეტაპზე ასე ვთქვათ გვერდ ვიყავით და ბუნებრივია ყოველთვის ვაშუქებდით იმ მოვლენებს, რაც ამ პოპულარული მომღერლის ცხოვრებაში ხდებოდა. როდესაც შევიტყვეთ, რომ თამუნა ამუნაშვილი თხოვდებოდა და მან თავის რჩეული გამოავლინა, ასე ვთქვათ, და ბუნებრივია პირველივე კვირას ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს ექსკლუზიური მასალა მოგვეპოვებინა, სადაც თამუნა და რეზი საუბრობენ თავიანთ სიყვარულის ისტორიაზე, თავიანთ გეგმებზე და ძალიან გვიხარია, რომ ეს ინტერვიუც, ასე ვთქვათ, იღბლიანი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ეს წყული დღემდე ერთ-ერთი ლამაზ და მოსიყვარულო წყვილად ითვლებიან. მადლობა, სწორი პასუხია ავთოჩიტიძე, რომელიც ასევე გახსოვს ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერია. შენ მოიგე 300 ლარი. მაშასე, გავაგზავნო და დააჭირე ღილაკს ხელი. მაგია. ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ თამუნას ქსოვისა და კერვის ნისზე, მაგრამ არ გითქვამს ერთი მთავარი რამ, როგორც აღმოჩნდა. მომღერალს ქონია ერთი, შეიძლება ითქვას, უნიკალური ძალა. მის მიერ შექმნილ ნივთებს ადამიანის ბედის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. იაკო, რამდენი რამე გახსოვს. შენ მე მაჩუქე თოჯინა, ბავშვი მაჩუქე, რომ ბავშვი გაგიჩნდება და შეიფეხება არა, ბავშვი გაგიჩნდებაზე არა. აბა რა იყო ეს ბავშვი რომ მაჩუქე, ტიტველი ბავშვი. აი, მე გაგახსენებ, გახსოვს? არაფერი არ იცვლება და ბოლოს რომ ფადის გაყევი. ქერის ჩაგაგდე მეთქი. მართლა შენ ნივთებს რაღაცა ძალა აქვს. იცი რა, აქვს ძალა, იმიტომ რომ თუ მე ეს როდესმე გამიკეთები, ანუ მე მიჩუქებია მთელი სულით და გულით ვინმესთვის რაიმე, მართლა შეცვლია ცხოვრება. მე არ ვიცი ეს რა ხდება უბრალოდ ენერგეტიკულად, ისეთ ენერგიას ვდებ ალბათ აი ამ ჩუქებაში, კეთებაში, მაგრამ აუცილებლად ჩემი გაკეთებული უნდა იყოს, ჩემს ხელში გავლილი, აი რაღაცა ჩემი ენერგია უნდა იდოს, რომ მართლა იმუშაოს იმ რაღაცამ, რასაც ვჩუქნი რა. და შენც რომ გაჩუქე ის თოჯინა, მე მგონი ძალიან კარგად წავიდა. კი ერთი თველოდე მახსოვს ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, დამირეკე გაბრაზებულმა, აბა რა არის, რატომ არ თამაშობს და ზუსტად ორთვეში შენ იმ დროისთვის, რა ვიცი, მე ვთვლიდი რომ ძალიან ბედნიერი იყავი და გათხოვდი. გაყევი არაჩვეულებრივი მამაკაც ფადის და ეხაც მეგობრობთ. რა ვიცი, არა, მართალი ხარ, შენ მართალი ხარ. შეგეცვალე, მაშინ დაგეწყო შენ აღმავლობის პერიოდი. მართალი ხარ. მე იმასაც გავიხსენებ, შენ რო ერთ მამაოსთან დაგყავდით ლახრის ლოცვაზე. ესე იგი, თუ კი რამე გაინტერესებს, მაიმე თამუნა კიდე რა უნდა გავიხსენოს, შენი ვარჯიშები, ლომის პოზა. ბოდი ფლექსი. ესე იგი, თამუნას უნდა კითხო, რა ვარჯიშები გააკეთო, აქ ღაბაბი არ ჩამოგივდეს, ნაოჭი არ გაგიჩნდეს, იქ თმაზე. თმები რითი დაიბანო, როგორ უნდა ამოგივიდეს თმა, ფჩხილი რითი გაიმაგრო. რა ვიცი, ყველაფერი თამუნა მიცის აბსოლუტურად და ყველაზე მაგარი ტორტი ვის უნდა შეუკვეთო? ქეთის ტორტი. კარგი. თამუნა, ეს ერთგვარი მაგია თავის თავზე ერთმა პიროვნებამ გამოსცადა, რომელიც დღეს რუსთავიორში მუშაობს და რუსთავიორის ვარსკვლავია. თამუნას ვიცნობ ძალიან ბევრი წელია.
მაშინ ვიყავი ალბათ 15 ან 16 წლის და მუშაობდი გამომცემლობაში ჟურნალ ოსკარში, რომელიც წერდა შოუ-ბიზნესის ახალ ამბებზე და ვიყავი ამ ჟურნალის რედაქტორი. მიყვნენ ადამიანები, რომლებთანაც აი განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა მქონდა ხოლმე. მაშინ ერთ-ერთი იყო თამუნა. გარდა საქმისა, ყოველთვის ქონდა ხოლმე საშუალება რაღაც ესე ერთმანეთი გვენახა, რაღაცაზე გვესაუბრა. ყოველთვის იყო მშვიდობის მტრედი. მშვიდი წყნარი, არავის არავის არ ერჩოდა, არავის არავის არ ეკრიტიკებდა, ყოველთვის თავისთვის იყო ხოლმე. თამუნა მითხრა, რომ მე შენ უნდა მოგიქცოვო კაშნი, ну, ჩავთეთრი კაშნი იყო, მახსოვს გრძელი, ძალიან ლამაზი იყო და ამას აქვსო განსაკუთრებული ძალა ექნება, იმიტომ რომ ისეთ რამე ვაჩუქეო, ყველაო ყოველთვისო წინ წავიდაო კარიერულადაც უპირატ ცხოვრებაშიც და ასე შემდეგ. ბევრი წელი მქონდა და სხვა შორის უნდა ვთქვა, რომ თამუნას ნათქვამი სიტყვები ამისრულდა კიდევაც. ყოველთვის მეუბნებოდა ხოლმე, რომ აი ერთი არხიდან მეორე არხზე რო გადავდიოდი უკეთეს პოზიციაზე, ან უკეთეს არხზე სამუშაოდ ხოლმე, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ეს ჩემი კაშნის დამსახურება არ დაგავიწყდეს. დიდი მადლობა ნოდარ და მადლობა შენ. ძალიან. მაშასე დღეიდან ჩვენ დავწყვეტ პატარა ბიზნესს. შენ შექმნი პატარა შარფებს და ჩვენ დაურიგებ ხალხს. რაღაცა მოინდომე ხა ჩემზე. შენზე კიდე? კიდე მოინდომე მე რა. მაინდა მას გათხოვება ხო და რაღაცა ხო არ არის კაცო. რა გინდა მითხარი და ვიმუშავე. მაგას გადაცემის მე რო წავალ მე და შენ სალანჩაოდ მე რეგეთყვი ეს ხალხში რატო გითხრა. ეგეც ხო 5000 ლარიანი ამბავია, ეგრე კი არ არის. კარგი. მოდი ვნახოთ ამ თემის შემდეგი 300 ლარიანი კითხვა იქნება გაგიმართოს თამუნა და კიდე მოიგო 300 ლარი. ისეთ კითხვებს მეუბნებ. რა ვქნა? შენს მეგობარს ჩვენს უსაყვარლეს ლალი ტოტიკაშვილს ეხება კითხვა. შენი ნაჩუქარი თოჯინა მისთვისაც იღბლისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდა. მაშასე, გახსოვს თუ არა, რა დაარქვა ლალიმ შენს საჩუქარს? შენ მას აჩუქე თოჯინა, მეც მაჩუქე, მასაც აჩუქე? ორი თოჯინა აჩუქეთნერი? არა. ლალი სხვანაირია. შენ ადამიანი გაჩუქე. ადამიანი და ტიტული რაღაც. პატარა კაცი გაჩუქი. ხო, და იცით პატარა კაცი ვიდე. ხო. იცი რა, ლალის ახლა ძალიან ბევრი რაღაცები. აი თოჯინა რაღაცა დაარქვა ამან ამ თოჯინა. ძალიან მზე ვაჩუქე. ეს მახსოვს, იმიტომ რომ ულამაზესია და თვითონ დატვირთვა აქვს ძალიან ლამაზი. ძალიან კარგი. მოდი ვნახოთ სწორი პასუხი, ჩვენ ლალი ჩავწერეთ. თამუნა ძალიან ხშირად იცოდა ხოლმე და იცის დღესაც საჩუქრების ჩუქება. რაღაცა განსხვავებული და ორიგინალური საჩუქრები უყვარს ხოლმე ძალიან და მართლაც მithქვია მეც და თვითონაც პრინციპში ბევრმა უთხრა ჩემს გარდა რომ აი მის ნაჩუქა რაღაცა პატარა სუვენირსაც კი მოაქვს ძალიან დიდი წარმატება და ძალიან დადებითი ემოცია მოყვება ყოველთვის და ასე მოხდა წლების წინ ჩამომიტანა ულამაზესი საჩუქარი რომელიც მიყვარს ძალიან ეს არის მზე და რომ მომიტანა მე მახსოვს მითხრა რომ ამას მოაქვს ბედნიერება და ნამდვილად ჩემთვის იყო ძალიან წარმატებული და დღემდე აი მართლა ძალიან ბევრი წელი გავიდა ვინახავ ამ თოჯინას ძალიან მომწონს და დღესდღეობით უკვე ჩემს გოგონას მოწონს ძალიან და ნიტას გადავულოცე ოთახში აქვს თავისთან აბსოლუტურად სწორი პასუხი და შენ მოიგე 300 ლარი დიდი მადლობა ლალის შენ ჯამში გაქვს 600 ლარი და მოდი დარჩა კიდევ ერთი თემა მაგრამ ტრადიციულად მაინც დააჭირე ღილაკს ხელი დედაშვილობა სანამ დედაზე ვისაუბრებთ დედა რომელიც 6 თვის წინ გარდაიცვალა და შენთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო გითხარი ვინ იყვნენ შენი მშობლები მამა და დედა ორი ჩემი მშობლები სულ ძალიან იჭერი ადამიანები იყვნენ ჩემი მშობლები ორივე მღერო და არაჩვეულებრივად კერავდა ქსოვდა დედა ჩემი ალბათ აქედან მოდის მამა ჩემი არაჩვეულებრივად მღეროდა და ეს ყველაფერი აი გენეტიკურად რასაც ვსაუბრობდით ხოლმე მე და დედა სულ მიკვირდა ძალიან ხშირად მიფიქრე ნეტა ვისგან მაქვს მაგრამ როდესაც უკვე ჭკუაში ვარდები და იზრდები რაღაც ბევრ ამას აფიქსირებ ბევრ ამას აიგივებ ერთმანეთში და მე მივხვდი რომ დედისგან და მამისგან მაქვს აი თითქმის აბსოლუტურად ყველა ნიჭიერება აღებული მადლობა მათ რომ მე გავჩნდი ამ ქვეყანას და უფალს მადლობა თუმცა შენ მამასთან ერთად არ გაზრდილ ხარ არა მამასთან ერთად არ გავზრდილვარ იმიტომ რომ არ ქონდათ მამას და დედას ისეთი ურთიერთობა და ფაქტიურად მამა მე ადრე გარდაიცვალა
და მამა დედა ოჯახში სამი ქალი ცხოვრობდით და შენი და დედა. აი ამ სამ ქალს უმამაკაცოდ ცხოვრობდით და ალბათ ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობებით ჩამოგიყალიბდათ, ხო? კი, საოცრებაა, როდესაც საოცრებაა ჯერ მარტო მხოლოდ დედმამიშვილისკენ რომ გადაიხრები, დედმამიშვილი რომ ყავს, ეს უკვე საოცრებაა. დედაზე და მამაზე აღარ მაქვს საუბარი, მაგრამ მე ვთვლი რომ დედა მშობელი, როდესაც ადამიანს ძალიან უყვარს, ძალიან დიდ პატივს სცემს. ეს ბუნებრივად თუ არა ბუნებრივად, შეიძლება ეს ბუნებრივად გაქვს, რომ უდიდეს პატივს სცემს მშობელს და ვერ აფიქსირებს სიყვარულს მის მიმართ. არის ზოგი რომ ცივად უყვარს, აი უყვარს, მაგრამ ვერაფერს ვერ აფიქსირებს რაღაცის. არის ძალიან თბილია ადამიანი მშობლის მიმართ. მე ვთვლი რომ აი მშობელი როდესაც გიყვარს და მას ხელის გულზე ატარებ, აი იმ ადამიანს გარანტირებული აქვს დიდხანს სიცოცხლე და დიდი წარმატება. შენ ატარე შენი მშობელი ხელის გულზე ყველაფერს შეეცადე. ძალიან კარგი შვილი იყავი ყოველთვის. ეხლა მე მინდა თამუნა ერთ ძალიან დელიკატურ თემას შევეხო. აი ესეთი კითხვა მხოლოდ საქართველოში შეიძლება დაგისვენ ადამიანებმა. რატომ არ გააჩინეს შვილი? მხოლოდ საქართველოში თუ დაუსვავენ ქალს მსგავს კითხვას. და გულის სიღრმეში ასეთ ქალებს ეგოისტება, ზარმაცება და კიდე ვინიც ის რად მიიჩნევენ. მაგრამ სამწუხაროდ ის არ ესმით, რომ ასეთი ქალბატონების უმეტესობა სირცხვილს, გაუცხოვებას, რაღაცას განიცდის, რა თქმა უნდა და ბევრი ალბათ ვერ წხვდება, რომ არსებობს მთელი რიგი მიზეზებისა, თუ რატომ არ ყავს ამა თუ იმ ქალბატონს შვილი. ამას წინათ ერთი მეგობარი გოგონა მყავს 42 წლის არის გერმანიაში ცხოვრობს და ძალიან ისეთ კაი ტუსოვკაზე ჩემთან იყო ოჯახში და ეგრევე აჯახეს ჩემმა მეგობრებმა შვილი რატო არ გააჩინე? რას ფიქრობ? ეს არის კოშმარი, მეგობრებო, ეს არის ძალიან ინდივიდუალური საკითხი და გთხოვთ ამ თემასთან დაკავშირებით ეს ჩემი პირადი თხოვნა ცოტა დელიკატურები და ფრთხილები ვიყოთ. ამიტომ მე არ დაგისვა მაკითხოს შვილი რატო არ გააჩინე, იგივე კითხვა მეკუთვნის მეც და ასე შემდეგ. იცი რა, ერთ რამეს ვიტყვი. ადამიანები ვიბადებით რაღაცა მისიისთვის, ხო? ზოგს 9 შვილი ყავს, 5 შვილი ძალიან ბევრი იყო, ზოგს საერთოდ არ ყავს. მე ვთვლი რომ მე უკვე მივხვდი რა მისია მაქვს ამ ცხოვრებაში და ვადგავარ იმ გზას. შენც ალბათ შენ იცი რა მისია გაქვს. აუცილებელი არ არის, რომ აუცილებელი არის ქალისთვის რა თქმა უნდა შვილი, მაგრამ რადგან არ გეძლევა, ალბათ უფლისნება, ალბათ ასე. უფლისნება და რაც თავარია, ყველაზე დიდი ცოდა, რასაც აბორტს ეძახიან, არც მე, არც შენ, არ ვიცით ასე რომ ჩვენ ვართ სუფთები ამ ხრივ. ხო, იცი რა არის თამუნა, მაგალითად ძალიან ბევრ ქალს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, ყველაფერი რიგზე აქვს, იქაც, მაგრამ იქ ვიღაცას ფობია აქვს, ორსულობის ვიღაცას შობიარობის ფობია აქვს. 1000 იცი რა, აი ალბათ ეს იყო. მე ვთვლი შეიძლება ამას რაღაცა ფობია გაქვს. ხო და ეს ახლა უკაცრავად. თორე არაფერი აბსოლუტურად. ხო, იმიტომ ეს მხელა მისტიკა არის, ეს მხელა მისტერია არის, ეს 9 თვე ორსულობა, ეს ძალიან კოსმიური ამბები. აი ყველაზე მაგარი იცი რა არის, აი მისტიკას და ყველაზე მაგარი ალბათ, აი როდესაც აიყვან მიტოვებულ ბარს. ხო, აი მართალი ხარ. მაშინ მე მაკითხვას დაგისვავ. რატო არ აიყვან? ძალიან მინდა, მაგრამ არ შეუძლებელია საქართველოში ამის გაკეთება. შეუძლებელია. კარგი. მე არ მინდა და არ გავაკეთებ. მე ვიცი რომ შენ არ გინდა, მაგრამ მე სიამოვნებით და იცი რატომ არის შეუძლებელი რთული რაღაც პროცედურებია? ძალიან რთულია პროცედურები და საერთოდ ისეთ სირთულესთან არის დაკავშირებული, რომ ყოველთვის დამისვია კითხვა, როგორც ჩემი თავისთვის, ასევე საზოგადოებისთვის, რომ რატომ, როდესაც არსებობს ამდენი მიტოვებული ადამიანები, მათ პატრონი, რა ვიცი, მე მგონი ეს რაღაცა დაშვებული უნდა იყოს. ჩემზე რამდენად ბევრად კეთილშობილი ხარ თამუნა და მე რა ბოროტი და დედამალი ვარ ოღონდ. არა, მეცი რამე და ალბათ 5 შვილი რომ ყავდეს, მაინც მაქვს სურვილი რომ ავიყვანო რა ვიღაცა. ხო, ღმერთმა შენ ანჯელინა ჯოლის ფინანსები მოგცეს და თელ იმას აიყვან, რა ქვია, საბავშვო ბაღს აიყვან ამე რომ ეს ხა. ღმერთმა მოგიმართოს ხელი კაცო რას ლაპარაკობ. დიდი მადლობა რომ ამ თემაზე აი ესე გულახდილად მესაუბრე. შენ ჩემზე უფრო კეთილშობილი ხარ, მე ამას ვაღიარებ. მეც ვაღიარებ შენს კეთილშობილებას. არა, მე კეთილმოწყობილი ვარ. განისაზღვრება კეთილშობილი. შენ როგორ არის მე ჩემ გინებას? ხალო რეაქცია მაინც ქონდეს რამე. მე ხო? მე არ მექნება, იმიტომ რომ პირველად ხო არ ვისმე. მაყურებელი ისმეს. კარგი, მოდი გადავიდეთ შემდეგი 300 ლარიანი კითხვა ვნახოთ. კიდევ რამე? კი, აბა რა.
შენ სხვა ცნობილ მომღერლებთან ერთად მონაწილეობდი ბასტი ბუბუს პროექტში, სადაც შეასრულეს სიმღერა „საქათმეში შეპარულა მელა“. ეხლა არ მითხრა რომელ წელს? არ ვიცი, მეც არ ვიცი რა კითხვა დამაცადე, წავიკითხო ბოლომდე და გავარკვევი. ბასტი ბუბუს ვარსკვლავი 2017 წლის პირველი ივნის გაუხსნეს. ისი თუ არა, რამდენი წლის იუბილეს დაამტყვიეს ვარსკვლავის გახსნა? აი ეს მე საიდან უნდა ვიცოდე? პირველი ივნისი, ხო? ეს ბავშვთა საერთო წელი ეს არ ბასტი ბუბუს იმ წელს შეუსრულდა 25 წელი ალბათ. ან 25, ან 27. უფრო 24, 25 მაშინ. თქვი სწორი პასუხი. 25? მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. სცენაზეა თამუნა ამონაშვილი. ორი 2017 წლის პირველ ივნის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ბასტი ბუბუს ვარსკვლავი გაიხსნა. ეს თარიღი ბასტი ბუბუს 25 წლის იუბილეს დაემთხვა. აბსოლუტურად სწორი პასუხია და შემოიგე 300 ლარი და ძალიან ჩვენში გეტყვი. თამუნა ბილობილი დალიე. ბილობილი უნდა. არა, იცი მე არ მე რომ გარეგნულად არ გამოვიყურებით ისე როგორც იცი რა მე არ ვაქცევ ყურადღებას ძალიან ბევრ რამეს და ალბათ იმით. სკლეროზე შემოგვეპარა არა ვიცი. არ ვაქცევ ყურადღებას. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ კი გავიგებთ. ალაპარაკდება თუ არა თამუნა ამონაშვილი იმაზე, რაზეც არათუ საჯაროდ საუკეთესო მეგობრებთანაც კი არ ვუსაუბრობ. რა მოხდა 1988 წლის თებერვალში? გაჩნდა ადამიანი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი. სახელი ამ ადამიანის? რაღაცა მივდივართ ტყეში, ღრეშის. მე ვტიროდი საშინლად. პოლიციას რატო არ მიმართე? შოქში ვიყავი. მას ვერ მქონდა შიშები, ხო? მე ძალიან შიშები მქონდა. კარგა ხანია ჩვენთან კონვერტი არ გახსნა, ძალიან საინტერესო ისტორია იყო თამუნა. ქაროლი კონვერტი ისევ ეთერშია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია ქართული ნატურალური წვენებისა და საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია კულა და ლიეხილი. თამუნა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გულახდენი იყავი. ისე გაიარა აი ამ ჩაწერის დრომ. საერთოდ ვერ ვიგძენით დაღლა. ძალიან ვისიამოვნებო. აი შემიძლია ხა შენს მერე კიდე ერთი გადაცემა ჩავწერო. ისეთი სუბუქი იყო შენთან ურთიერთობა. აი რატომ თამაშობს ჩემი ნაჩუქარი? აჰა. ეგ არის ნამდვილად. შენ უკვე გაქვს 900 ლარი და შენ შეგიძლია ამ 900 ლარს კიდევ დაამატო 5000 ლარი, თუ კი შენ გადაწყვეტ რომ ღიად ისაუბრო იმ თემაზე, რომელიც აი ამ კონვერტში წერია. თამუნა, გახსენი კონვერტი და წაიკითხე, მე კი მაყურებელს ვეტყვი. ამ კონვერტში წერია ამბავი, რომლის შესახებაც სულ რამდენიმე ადამიანმა იცის, ალბათ ოჯახის წევრებმა. და ის ამბავი, რომელიც აქ წერია, მოხდა მაშინ, როდესაც თამუნა ამონაშვილი თავისი პოპულარობის პიკში იყო. წაიკითხე თამუნა. ეს ამბავი მაშინ ძალიან კარგად ჩაიჭკმალა. არავინ არაფერი არ იცოდა ამის შესახებ. და თამუნა გვეტყვი თუ არა? აპირებ თუ არა რომ გითხრა ამ კონვერტში რა წერია. ძალიან დიდი ხანია ჩვენს გადაცემაში კონვერტი არ გახსნა თამუნა და მე გთხოვ პირადად, მე გთხოვ პირადად. ერთი წუთით გაიტანეთ სანთელი. მადლობა. თამუნა, რა მოხდა 1988 წლის თებერვალში? საიდან ამდენი? ნუ ახლა გისმენდა. საიდან დავიწყო? ნუ ეს ძალიან იმ პერიოდისთვის ჩემთვის შოკი იყო. ფაქტიურად ჩემისთვის
ლამაზი ჰაეროვანი ცხოვრებაში რაღაცა ესეთი ძალიან ესეთი დიდი შავი ლაქა გაჩნდა რომელმაც საოცრად დამოუძლურა რაღაცა პერიოდი. მოგვიყევს. ნუ ეს გაჩნდა ადამიანი, რომელსაც მე ფაქტიურად არ ვიცნობდი და შემთხვევით გამეცნო ადამიანმა, რომელიც იყო მერე გავიგეს ცოტა ესეთი ბნელი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი. სახელი ამ ადამიანის? უნდა გითხრათ, სხვა გზა არ არის. ნუ იყო ესეთი ლაშა გოდერძიშვილი. ცოცხალია? იცით, არაფერი არ ვიცი, მე აბსოლუტურად დავივიწყეს ყველაფერი პიროვნება. მე ძალიან გამიკურდა უბრალოდ ეს მართლა არავინ არ იცის. ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. ძალიან ცოტა ადამიანმა იცის და ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ხოლმე უნდა გავიხსენო ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ვიყავი. ძალიან მაინტერესებს და ერთი სული მაქვს, როდის მოვისმე მეც და მაყურებელსაც. ანუ თებერვლის ერთ სუსხიან დღეს. თებერვლის ერთ-ერთ დღეს მქონდა მე კონცერტი ფილარმონიაში, თაულისბებო ბაბალი მიდიოდა. და ნუ როდესაც მორჩა ეს კონცერტი, მეგობარმა დამირეკა წინა დღეს, რომ ჩვენ მოგაკითხავთ. კონცერტის მერე მოგაკითხავთ. ხო, კონცერტის მერე მოგაკითხავთ და ანუ ჩვენთან ერთად წამოდით და დაგტოვებთ სახლში. ნუ რა თქმა უნდა, ახლა უარი არ მithქვამს, ეს ჩვეულებრივი მომენტია. დამთავრდა კონცერტი, ჩავედი და ეს ადამიანი მხოლოდ ერთადერთხელ მყავდა ნანახი რაღაცა პერიოდის ერთი თვის წინ თუ სადღაც რაღაც სიტუაციაში უბრალოდ ისე გამაცნეს, ნუ ეს არის ლაშა გოდეჩოვრული, მისი მეგობარი. დამთავრდა, მე ეს ადამიანი საერთოდ აღარ მყავდა ნანახი. და რომ ჩავედი კონცერტის შემდეგ, აღმოჩნდა რომ მისი მანქანა იყო და მის მანქანაში მოვხვდი და ჩავჯექი და ეს ბიჭი ჩემი ახლობელი რომელიც იყო ნუ ჩვეულებრივად მივესალმე ორნი იყვნენ და შენ ერთი და მე ხო არა გოგონა იყო კიდევ ერთ-ერთი ჩვენი ახლობელი ის დატოვეს სახლში და მე უნდა დავეტოვებინე ასე ვთქვათ ნუ მოხდა ისე რომ ეს ბიჭი ჩამოვიდა შენი ახლობელი ვინც იყო და მე თვითონ რომ არ რამე თავიდანვე არ მქონოდა რაიმე აზრი რომ რაღაცას აპირებდა და ანუ თვითონ იჯდა წინ და მე ვიჯექი უკან და როდესაც აღმოჩნდა რომ ჩემი სახლი სულ სხვა მხარეს იყო და ის აბსოლუტურად სხვა მხარეს წავიდა ნუ რაღაცა გაოცებულმა რა სად მივდივართ და აღმოჩნდა ბოლო-ბოლო რომ აი ამ ადამიანმა მე მომიტაცა ასე ვთქვათ ნუ ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩაკეტილ მანქანაში თოვლი რაღაცა ქარბუქი რაღაცა ნუ აი როგორც დღევანდელი დღეა ალბათ სიცივე ნუ რაღაცა მივდივართ ტყეში ღრეში სადღაც ნუ დასავლეთის გზაზე ანუ ნუ რაღაც პირივარ ამოხდა ხო რაღაცა არ ვიცი რას ვაკეთებ უბრალოდ აღარც მახსოვს მაგრამ მახსოვს არ დაკაწრე და დაპორტე ძალიან ბევრი რამე გავაკეთე მაგრამ რატომღაც ეს ადამიანი არ ვიცი რა აღმოჩნდა ისეთი რომ ვერაფერი ვერ გავაკეთე ანუ და ნუ მოვხვდით სადღაც ჩამიყვანა სადღაც რაიონში ჩავედით, ავედით, ნუ ძალით რაღაცა როგორღაც ავედით, ამიყვანეს და მივიყვანა ოჯახში, სადაც კიდევ ისეთივე კრიმინალური ადამიანი ცხოვრობდა მოტაცებულ ქალთან ერთად. კიდევ ანუ რომელსაც ერქვა მისი ცოლი. ქეთი დევდარიანი ხა უსმენს ამ ისტორიას და უცებად გამოიყენოს თავის სერიალში. მაგრამ მოტაცებული იყო ის გოგო, მაგრამ მას უყვარდა ის ბიჭი. მე მგონა ახალ მოტაცებული იყო იქაც. იქაც ახალი შეუღლებულები იყვნენ, მაგრამ იყო მისი საქმე და აი ამ ბიჭთან ამიყვანა, ნუ რატომღაც. და როგორც ყოველთვის ახლა რაღაცა სუფრა, რაღაცა აი შენ უკვე ეგუები ბედს? არაფერს არ ვეგუები, მე ამ გოგოსთან ვზივარ და ვუხსნი ამას, რომ მე ძალის წამომიყო, მე აზე არა ვარ, მე არ ვიცნობ ამ ადამიანს. ლოგინი გაგიშალეს? არა, ჯერ აქამდე არაფერი არ მისულა, ეს სუფრა მიდის ეს ყველაფერი. მოხდა ისე რომ არ ვიცი მე ჩემმა ენერგიებმა თუ რამ, არ ვიცი ალბათ იმ ბედმა რომ ის არ იყო ჩემი ბედი, ალბათ არ უნდა ყოფილიყო და დაათრო ენერგიამ და გათიშა? დათვრა, კი, აი მოხდა ისე რომ დათვრა.
ნუ რაღაცა მეც ალბათ რას მივედი ძალიან. არა, მე არაფერს არ ვაკეთებდი, იმიტომ რომ მე საშინელ განცდებში ვიყავი და იყო სამი მაგრამ ეს უკვე ეგუებოდი. არ ვიცი, მე ეს უკვე აღარ მახსოვს. სიმპათიური იყო ქემაინც ეს. კი, სიმპათიური, ნორმალური ბიჭი იყო, მაგრამ ეს იცი წარმოუდგენელი იყო, როდესაც ადამიანს საერთოდ არ იცნობ. და სადღაც პირველად ხდება საქართველოში მსგავსი რამ ნახევარი საქართველოს ასე მოტაცებულია ჩემს გარდა. მაგრამ ეს ჩემთვის იმხელა შოკი იყო ადამიანს რომელსაც არ იცნობ და მოხვდები სადღაც საოცარ და შავბნელი ადამიანი რომელიც მე არ ვიცი რანაირად ჩემთვის ძალიან შოკი იყო მე არ ვიცი ვისთვის რა არის მე ვტიროდი საშინლად მე აი ამ მის ძმა კაც ზაზა ერქვა მე არ ვიცი რა როგორ შევძელი ეს ყველაფერი ტირილში აი არ ვიცი გოდებაში არ ვიცი ძალიან მდგომარეობაში ვიყავი ამ გოგონამ გადიყვალდა კი მაგრამ ამ გოგონამ ვერაფერი ვერ გააკეთა იმიტომ რომ იმდენად ეშინოდა აი ამ ბიჭს ეს რეებს ყვებოდა იცი მე აი ეს მეორე ვის ოჯახშიც მივედი მე ჩემი პირველი ცოლი დავაუთა ну რაღაცა ძალიან ისეთ კრიმინალურ სიტუაციაში აღმოჩნდი მე შოკში ვიყავი გაოცებული იცი ერთიდან მეორე სიტუაციაში ну ერთი ეს მე მეორე და მე არ ვიცი რა იქნება ხვდები მე იმდენი ვიტრე აი ამ ბიჭთან ამ ზაზასთან რომ ზაზა გეხვეწები მე არ მიყვარს ეს ადამიანი ამ ადამიანს მე ძალიან წამომიყვარ მე არ ვიცნობ ამ ადამიანს გადამარჩინეთ თუ შეიძლება რომ მე დამაბრუნოთ რაღაცა გააკეთეთ რომ მე დავბრუნდე ჩემს სახლში იცი ამ ადამიანმა ის საოცრება ის მოხდა რომ აი ამ თემის საოცრება არის ის რომ დამთანხმდა შენ არ გიყვარსო გაუკვირდა მას ეგონა რომ მე ჩემი ფეხით წამოვყევი ნუ მაშინ მოდაში იყო ეს მოტაცება მაგრამ ნუ დავარქვით ამას მოტაცება და ჩემი ფეხით წავყევი მას შენ არ გიყვარს ეს იმდენად განიცადა მან ძალიან მე გამიკვირდა ასე რატომ განიცადა მეთქი ალბათ იმიტომ რომ მე არ მიყვარს მაგრამ ერთის მხრივ ცოლი არ ვერ გეხმარება მაგრამ ცნობილი ადამიანს რომ ხარდა რაღაცა ის ცნობილ ადამიანსაც ესე არაფრით აიღებდა წაიყვანდა სადღაც მიიყვანდა რაღაცა ესეც ალბათ თამაშობდა დიდ როლს გამიგე ალბათ აი ამ ზაზასთვის ამანაც ითამაშა ალბათ მანქანა მოგიყვანა ზაზა მე მითხრა მე თამუნა შენ დაგეხმარები შენ თუ ეს ადამიანი არ გიყვარს შენ თუ მან ზალით წამოგიყვანა მე ამას ვერ დავუშვებო მე შენ დაგეხმარ ჩემს გაოცება საზღვარი არ ქონდა ნამდვილად გეუბნები დაძინა ეს ადამიანი დაწვა მლაშამ დაიძინა და ჩამიყვანა გააჩერა მანქანა ну გადაიხადა ფული და ამ ტაქსი გააჩერდა ამ ტაქსმა წამომიყვანა მე მთელი 3 საათი ისევ გზაში ვიყავი და ჩამოვედი თბილისში იცი ეს მე არ ვიცი ეს რითი მოხდა, საიდან მოხდა, რა განგებით მოხდა, რა ენერგიები მაიტრიალეს. აი ზუსტად მაგას ვიძახი, რომ ჩემთვის ენერგეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის რაც ძალიან გინდა აუცილებლად გამოვიდა, რაც ძალიან არ გინდა შეიძლება ის მართლა არ გამოდის და არ გამოვა. აი ასე მოვხვდი და გადავრჩი მე აი ამ სიტუაციას. პოლიციას რატო არ მიმართე? იცი, იმიტომ არ მივმართე, რომ ძალიან ესეთი შავბნელი ხალხი იყო და ზაზაზე არ გაბრაზ და რო გამოგიშვა. იცი მან ეს ვერ გაიგო. აი ხოლმე პირველად ვამბობ ამას, რომ მან დღემდე არისო და ეს დღემდე ალბათ არ იცის ეს, რომ მე იმ ბიჭმა გადამარჩინა მისმა მეგობარმა. უბრალოდ ის ადამიანი დღეს სოცხალი აღარ არის. აი მოხდა ასე რომ მე დამეწყო შიშები და რატო არ ყვებოდი ამ ამბავს ასე ძალიან დამთრგუნველი იყო ჩემთვის და ძალიან შოკში ვიყავი მას ვერ მქონდა შიშები ხო მე ძალიან შიშები მქონდა მე ძალიან დიდი ხანი ვერაფრით ვერ წარმოვიდგინა თუ როდესმე ვინმე შემიყვარდებოდა ძალიან დაძაბული ვიყავი ცხოვრებაში და მე მხოლოდ გამოვყავდი ჩემივე პროფესიას და ჩემივე საქმიანობას მდგომარეობიდან. იმიტომ რომ ჯერ 6 თვის განმავლობაში მიდიოდა დახვედრები, რაღაც ისინი მუქარას ვერ ვიტყვი, მაგრამ უფრო აი დაძალებები რომ მე უნდა გავყოლოდი მას, იმიტომ რომ მას უყვარდი, მაგრამ ეს სიყვარული საიდან უნდა მოვიდეს, თუ შენ ეს არ გინდა, არ იცნობ, არ გიყვარს. მარტო სიარულის არ გეშინოდა იმ პერიოდში? იცი ფაქტიურად არ დავდიოდი იმ პერიოდში იმიტომ რომ მართლა შეშინებული ვიყავი და რომ კიდევ ეს გააკამეორებინა. რა სიტყვოდი ახლა ლაშა გოდერძიშვილს?
ნუ იცით რა, ალბათ ამ ადამიანს არ ახალგაზრდა იყო მაშინ. მაშინ პატარა იყო, ალბათ ყოველ ძალიან ხშირად ხდებოდა ეს, დღესაც ხდება ეს. ალბათ მას მართლა ქონდა ის გრძნობა, რომ ჩათვალო, რომ მეც შემიყვარდებოდა, მაგრამ მე აბსოლუტურად სხვა ვარსკვლავებს წყვეტდი სხვა. დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარე ეს ამბავი. კარგი ხანია ჩვენთან კონვერტი არ გახსნა, ძალიან საინტერესო ისტორია იყო თამუნა. შენ ნამდვილად არ უნდა გამختارიყავი ლაშა გოდერძიშვილის ცოლი და ძალიან კარგი იქნა ცხონებულმა ზაზამ რომ გამოგიშვა და გამოგაპარა იქიდან. თუ შენი ცხოვრება არის აბსოლუტურად სხვანაირად. სხვანაირი შენ ხარ დაბადებული იმისთვის რომ ვარსკვლავები მოწყვიტო და კეთილი იყო შენი დაბრუნება საქართველოში. მე გემშვიდობები, დიდი მადლობა. მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით თამუნასთან ერთად, რომელსაც ეყო გამბედაობა და გახსნა კონვერტი როგორც იქნა. ალილუია. ნახვამდის.